ძვირფასო მეგობრებო მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი გიორგი ბოტკოველი. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. გიორგის გაუმარჯოს, გიორგის და დიდი მადლობა გიორგი, რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად. როგორ ახლა შესკე საქმე? არა გვიშავს და ეხლა შენი ეთერითაც მინდა რომ მივესალმოთ ყველას იმ ჩვენს მეგობრებს, ახალგაზრდებს, ვინც ეხლა პოლიტიკური პატიმრები არიან, იმ პოლიტიკოსებს, ვინც ამ ბოლო პერიოდში დააპატიმრეს და დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად გიყურებენ. რომ იმ ნერვიულობასთან, იმ ფიქრთან ერთად ცოტა სატირა და იუმორიც რო შეურიონ მაინც კარგია და ვიცი რომ მიშაც ხშირად გიყურებს სხვათა შორის რა. მიშა უყურებს? კი, გიყურებს და რაღაცებს იწერს ხოლმე და მე შეიძლება გამოგიგზავნოს რა. კი, მოინიშნოს. კი, აგზავნის ხოლმე წერილი, ზადნე წერილი მაქვს წაკითხული სხვადასხვა ადამიანებს რო გზავნის. სხვათა შორის წერილი გამოგიგზავნ ნიკა კაცია, მოც ახლა ჩვენი მეგობარია ნიკა. ჩვენთან მუშაობდა შაბათ შოუში იყო საინფორმაციო და თავისუფლება ნიკა კაციას და თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პარტიას. დიდი მადლობა ნიკუშა ბედნიერი კაცი, ეს არის მისი ფსევდონიმი. პირველია ფაქტიურად ვისაც უკვე მიუსაჯეს თელაველი მათედევიძე, ვიცნობ მის ოჯახს და ძალიან კარგი შვილია, კარგი ოჯახი. დედა სხვათა შორის ემიგრანტია და ისე დაიჭირეს მათე და ისე მოხდა ეს ყველაფერი ისე მიუსაჯეს ფიზიკურად ვერ ჩამოდის დედა და გავამხნევოთ ერთად მისი მშობელიც და ყველა ოჯახის წევრიც. იმედია ძალიან მალე გარეთ იქნებიან ყველა და შესაბამისად ჩვენც მაგიტომ ვიბრძვით რომ ისინი მალე გამოვიდნენ გარეთ. იცი რა უნდა კითხო, ეხლა შენ ხო დიდი ხანია ხო პარტიაში, რომელი წლიდან ხარ? ვიცი. თავიდან, იმ დროიდან. ოდით დროიდან. რაჟდენ კუპრაშვილი გახსოვს ვინმე ეგეთი პარტიაში? ნახე, ეხლა წვერებში შეიძლება ვერ ვცნობ რა, ადრე არ ვიცი, 12 წლის წინ, რამდენი 13 წლის წინ, რამდენი წლის იქნებოდა. არ vicი ახლა. მე მგონი მაშინ წვერი არ ქონდა მოშვებული და რაღაცა კი მეცნობა, თვალები მეცნობა სხვათა შორის. აი რომ აჯარიმებ და მაშინ 1000 ლარი დაჯარიმებული ვყავარ სხვათა შორის. 1000 ლარი დაცნობა, არც პატივისცემა. და ვერ გავიხსენე რა. ხო. ფაქტია რომ ეგეც ჩვენთან იყო, ესენი ხო ყველა. ხო. ყველა თქვენგან ნახევარი პარლამენტი ეგენი არიან. ეხა უბრალოდ არ ჩამოვთვლის ახლის და გვარებს, ვინმე არ გამომრჩეს, მე ეწყინება, რომ რატო ჩემზე არ თქვია, ხო? ხო, აი ნახე, რამდენი რამე აქვს, ესე იგი მიხეილ სააკაშვილის დღეს რუსთავში 33 მეტრი სიგრძის და სიგანის საცურაო აუზი გახსნა და კუპრაშვილს გახსნა. ნახე, ეგ და აი მაგალითად ესა ყველაზე კარგი. ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი ხო იცი ეგ ვიდეო. ეგ გაზიარებული 2012 წლის 22 სექტემბერს, ანუ მეც ავყევი ამის ნაცების წასვლამდე დაახლოებით რამდენიმე დღით ადრე, ხო? 1 ოქტომბერს არ მეც ნახე ეგ და ავყევი და მე მგონია მე არა მაქვს იმდენი პოსტი გაზიარებული. მიშასი რამდენი ყვარელში საკუთარი საქართველოს პრეზიდენტი დღეს ყვარელში საკუთარ კარმიდამოში იპყრობს, სადაც მეზობლად კუკურიკუ პროჟექტი თამაშს გარშემო. შეიძლება კუკურის ხათრით და მიშას ხათრით გაზიარებულა. მე აქ არის კიდე რაღაცა სააკაშვილის გაზიარება. და კიდე ერთი რაღაცაა გაზიარებული, რომელიც არაფერ თქვენ არ გეხებათ. ეს ხო რაჟდენ კუპრაშვილი არის ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელი. აი ესეთი მგლების სურათია. მგელია. ხო, ჯობს მგლების ხროვაში იყო ბოლო ვიდრე ბოზში პირველი. ესა გაზიარებული და პოსტიც აქვს ვიწული ეგრეა. ანუ ეთანხმება რა ვიღაცის სიბრძნეს. ხო და მე რაღაცა გამოაქვეყნა რომ თითქოს ესო მე ვარო, ჩემი Facebook-ის პაროლი ჩემო მეუღლე გადასცა მის ნაც თანამშრომლებსო, სააკაშვილზე დაწერილი პოსტები მე არ მეკუთვნისო. რაჟდენ კუპრაშვილი. ეხა ეგ მოდაშია, გუშინ ერთ-ერთი გამომძიებელიც ამბობდა რომ ჩემს მეუღლე გამომძიებელს ვათხოვე ჩემი პაროლიო და იქიდან იპოვა მე ის რომ ვიღაცას აგინებდა და იქიდან დააჭარბეს 4000 ლარი. ეკამიშვილაძე სხვათა შორის. ხო. იცი რა უნდა კითხო, ახლა რადგანაც
აბა იმაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. აი შენ თელავი ხო შენი კახეთი. ძირითადად მაინც თელავი, მთელი კახეთი, მაგრამ მაინც თელავი, მაინც აი რა იყო შენთან საინტერესო თელავში ამ საარჩევნო როგორი ისეთი ქონდათ? რა ვიცი, შოუ პროგრამა როგორი იყო ოცნების? ფაქტობრივად მათი რა, ეგენი ძირითადად რაზეც იგეგმებიან არის დაყალბება, არის რაღაცა მაიმუნობა, მამაძაღლობა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად მაინც ყველა არჩევნებზე სამუშაო ადგილებს ვქმნი მე რა. რატო როგორ? რატო და აი ძალიან მარტივია, აი წინა საარჩევნო 1-3 თვით ადრე რომ დავიწყებ უკვე საარჩევნო კამპანიას ის ბევრი არაფერი არ არის საჭირო. რა კაცმა უნდა აიღო და დამირეკო ღია ტელეფონზე და უნდა მეითხრა რომ რაღაც აბა გიორგი შენს გვერდით ვარ, თუ რამე გინდა ჩემ სოფელზე პასუხისგებელი მე ვარ, ჩემ ქუჩაზე პასუხისგებელი მე ვარ. საღამოს მიხვალ სახლში მოგაკითხავენ და გეტყვიან რომ აბა რა გინდა ჩემო ძმაო წამოდი რა სამსახური გინდა როგორ გინდა სად გინდა და მიდიეთ ასაქმები ხო? კი მართლა ესე აი ხა ბევრი შეიძლება გვიყურებს ესეთი ადამიანი რა ზოგი ჩემი კოორდინატორი იყო იქ რაღაცა აგიტატორი კოორდინატორი ის არჩევნებიდან არჩევნებამდე დამთავრდა არჩევნები ხო ერთი 100 კაცი წაიყვანეს დაასაქმეს ზოგი ბაღის გამბის თანაშემწე ზოგი მზარეულის თანაშემწე ზოგი სადღაც ზოგი 500 ლარიანზე ზოგი 1000 ლარიანზე მერე შემდეგ არჩევნებზე ისევ მოვაგროვებ ხალხს, მერე გავუშვებ ერთი 100 კაცს დავასაქმებ კიდე და ესია რა თქმა უნდა. ფაქტიურად დასაქმების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ის სამუშაო ადგილებს ვქნით ჩვენ და არა ისინი. კაი ეგ. არაებაში ხო ეგრე გვაქვს ხოლმე. და ისინი სამუშაო ადგილები იქნება. კი ბატონო და წააგებ, მოიგებ მაინც ქმნი რა. და ისინიც მერე გლოცავენ ხო ის ხალხი ვინც დასაქმებულია. კი, გლოცავენ. და იცი რა უნდა გითხო? ხო, ანუ მართლა ეგრეა ხო, იმიტომ რომ ტელეფონები ხო ისმინება, ეხლა მოუ დაგირეკა ადამიანმა და რეალურად ესეა, ხო, მართლა ესეა და ეხლა ხო ვიცი არა, რა ვიცი, სახელი და გვარებს ხوار ჩამოხდა, უხერხულ მდგომარეობაში. ეხლა არ იქნება წესით არა, იმიტომ რომ ამ არჩევნებში არ იღებ მონაწილეობას და შესაბამისად დაგჭა და უსაქმებელი. ლელომ კი არა, მეგონი მე უნდა მივიღო მონაწილეობა, ცოტა ხალხს ამოვასუნთქებ მაინც, ეხლა გაჭირვება რაღაცა დამატებით ადგილებს შევაქნევინებ სამუშაოს. ხო, რა სამუშაო ადგილები და ისე რეებს აკეთებდნენ ხოლმე შენთან არჩევნებში. აი რა ვიცი რა. აი მაგალითად 3 თვით ადრე, 4 თვით ადრე რაღაცა ვიღაცა თავის მეზობელს დაეხმარა, სახურავის გადახურვა უნდა და ამხანაგობას უნდა შეეკრიბა ფული, ამას არ ქონდა ფული და უთხრეს რომ შენ არაფერი პრობლემა არ არის, კაცო, შენ არ დაგადებინებთ ფულს, მედი ჩვენ ავართ პასუხისგებლები მერიასთან, მერიის წილი რაც იყო, იქიდან გადაახტევინეს მერიას. მაგრამ არჩევნების დღე რომ მოვიდა, წინა დღეს მიაკითხეს სახში და ეუბნებიან რომ ძმაო, ეხლა იქო სახურავზე რომ ფული არ დაგადებინეთო. მაიტაო რა, ეხლა შენიო და შენი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობები მოგვეციო რა. რო არ გაგერთობდეთ საქმე. კი, რეალურად ესეა და რა ვიცი, აი კაც მაგალითად მივლენ ფულს არიღებს რა ფულს არ უნდა ამას ფულის აღება რა ამბობს რომ არ გაძლევთ ხმას და ფული. კაი, ნუ მოგცემ ხმას და აჰა დაუტოვებენ 300 ლარს რა. რეალურ ფაქტებს ყვევი. დაუტოვებენ ამ 300 ლარს და წამოვა ეს და ეს იტყვის რომ ეხლა მაინც არ ვაძლევ მაგათ ხმას და ეს 300 ლარი მაინც ჩავიდო ჯიბეში შევჭამ. არჩევნების დღეს იქ რომ მივა გარეთ ხვდებიან და ეუბნებიან რომ შენთან ძმაო 300 ლარი გაგდატოვებული და ეხლა ისე როგორ არის რა. წარმოვიდგინეს როგორი ის არის. ესე აი 2021-ში მე რა თვიყრიდი კენჭს რა. ყველა არჩევნებზე მაქვს კენჭი ნაყარი აბსოლუტურად. ჩემდენი კანდიდატი არავინ არ ყოფილა. ესე იგი 2014-ში გამგებლობის კანდიდატი ვიყავი, 2017-ში მერობის კანდიდატი ვიყავი, 2016-ში დეპუტატობის, 2017-ში მერობის, 2020-ში დეპუტატობის, 2021-ში მერობის, 2024-ში დეპუტატობის რა. ხო და 21-ში რაღაცა წინა საარჩევნო კამპანიაში რაღაც პროექტებს ვაკეთებ, რას ვთავაზობ, თელავს, როგორ ვთავაზობ და გიგოს გორაა თელავში, აი ნადიკურის უკან გეცოდინება, ხო და ეს გიგოს გორა სხვათა შორის ძალიან სამწუხარო ტრაგიკული ისტორიული ადგილია მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა საქართველოს დროს ახალგაზრდებს და ასე ვთქვათ ტვინებს როდესაც ხრეტდნენ იმ გიგოს გორაზე ხდებოდა დახვრეტა თელავში და იქვე მარხავდნენ ამ დახვრეტილებს და მინდოდა რომ გიგოს გორაზე გაკეთებულიყო მემორიალი, მქონდა ამის პროექტი ყველაფერი რა და წარმოვადგინე ვიდეო ჩავწერე რაღაც და ერთი ძალიან კარგი ადამიანია თენგიზ სიმაშვილი, ეს არის თელავის უნივერსიტეტში ისტორიკოსი, რომელიც ისტორიულ ნამუშევრები აქვს გიგოს გორასთან დაკავშირებით და
საღამოს ვაწყობდი თელავში პრეზენტაციას ჩემი პროგრამის გიგოს გორასთან დაკავშირებით რა და ავიღე ტელეფონი დაურეკე ბატონო თენგის გამარჯობა ესე და ესე გიგოს გორასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება ჩემი ხედვა მინდა წარმოვადგინო და ეხლა თქვენი იქ არ ყოფნა არ შეიძლება და ხომ მობრძანდებით და ეს კაცი და ცოტა ის ქნა ეთყობა რა ვიცი არ ეცალა თუ რა ვიცი ცოტა დაფიქრდა და კარგი მოვალო მითხრა და მეორე დღეს დაიწყო ეს ღონისძიება მივედით რაღაცა და არ მოდის ეს კაცი გავიდა 5 წუთი 10 წუთი ავიღე ტელეფონი და ურეკავ ბატონ თენგის და არა უკაც შენ ჩემთვის არ გილაპარაკიაო რა არ დაგირეკიო? არა არ დაგირეკიაო და რა მოხდა ვფიქრობ ჩავიხედე ტელეფონში და დამირეკავს თენგო მთვარელიშვილისთვის ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყო საკრებულოს თავმჯდომარე ის დაგდახდა მოვალ წარმოგიდგენი რა სუსი რა დღეს ჩააგდებ და მე დაურეკე დავპატიჟე ღონისძიებაზე ნუ ეხა მეწერა მაგის ნომერიც რა 2012 წლამდე ეგეთ ჩვენთან მუშაობდა რა და ძველი ნომერი მეწერა მაგის რა კი ბატონო თქვენი ის იყო კი ბატონო ნუ ეგრე არ არის ყველა თქვენგან არის კი და აი რა ვიცი მთელი ეს წლები მოყოლებული თავიდან ხო უნაროებს ვეძახდით რა და თავიდან მართლა უნაროობით დაიწყეს და მერე გახდნენ უკვე უნარიანი კორუფციონერები და უნარიანი რა ვიცი წამგლეჯველები და ასე შემდეგ და ხო საკრებულოს ხდომები ძალიან საინტერესო იყო ხოლმე ბჭყალებში სასაცილო აი მოვიდოდა კაცი მაგალითად ამოვიდოდა საკრებულოზე მერიიდან გამგეობიდან რა უნდა წარმოადგინოს პროექტში გამოაქვს რომ 155,000 უნდა დაიხარჯოს მაგალითად სასაფლაოებში თელავის სასაფლაოების მოწესრიგებაზე გაუსვავ კითხვას რამდენი სასაფლაოა არ იცის მე წავა მეორე საკრებულოს ხდომაზე მოვა უკვე გეუბნება აი 37 სასაფლაოა მე დაავალებ კიდე რაღაცას წავა შემდეგ ხდომაზე მოდიოდი და ესე ცოტა განვანათლეთ და წერა კითხვაც ვასწავლეთ და ანგარიშიც ვასწავლეთ და პლუს ერთი საკრებულოს ხდომა იყო ეხლა ქალაქებთან ხო დამეგობრებები იყო ხოლმე ხო მათ შორის თელავი არის იყო ძალიან ბევრ ქალაქთან დამეგობრებული რა სხვადასხვა ქვეყნების მეც მიმიღია მონაწილეობა ამაში 2012 წლამდე მაგალითად შვედეთის რაღაც ქალაქს დავა კონტაქტე ავსტრიის ქალაქს დავა კონტაქტე და მათ იფიქრეს და ვისთან დაემეგობრებინათ და დაამეგობრეს ბელორუსიის ერთ-ერთ ქალაქთან რა ხო მაინც კაია ხო იცი ბელორუსია მაინც კაია რა იქ რაღაცა ბიჭები უნდა წავიდნენ და ამოვიდა მომხსენებელი უნდა მოხსენება გააკეთოს რომ აი მივდივართ იქ და ეს მომხსენებელი ამბობს რომ ალუბლების ფესტივალი იმართებოდა ზუსტად ივნისის თვე უნდა ყოფილიყო მე მგონი ბელორუსიაში ალუბლების ფესტივალი იმ ქალაქში ქალაქის სახელი აღარ მახსოვს და რაღაცა ხო თქვა რომ აი ესე უნდა წავიდეთ ისე უნდა წავიდეთ რა და ვინები მიდიხართო რა კითხვა დაისვა ეხლა გადახედა ამან და რაღაცით ხო უნდა მიახვედროს რა ყველა თელაველების ხედან იქ რა კოციც ნაციცის და ესე იგი მეო ჭამპურაო რძეპურაო ჯოზურაო და ტაშტურაო მართლა ესე ყველა სამსახურის უფროსები იყვნენ რა მაგრამ აი წარმოიდგინე რა საკრებულოს ხდომაზე ოფიციალურად პროექტია გამოტანილი და ჩამოთვალა რა ვინც მედია ისე კაი დრო გაატარეს ვიცი ჭამპურა რძეპურა ჯოზურა და ტაშტიკია ერთი ხდა ესე იგი წავიდნენ კი ბატონო ეხლა სხვათა შორის აღარ ვართ კიდე ერთი ქალაქი ჩამოგშორდა მე მგონი ხო არა ეხლა ჩამოგშორდა კი არა ყველამ გაწყვიტა ურთიერთობა აბსოლუტურად ყველამ გაწყვიტა ურთიერთობა ევროპის ქვეყნები რაც იყო მარტო ურთიერთობა კი არ გაწყვიტეს კაცო აი ეს თუ ვინმე დამეგობრებული ქალაქიდან ვინმე კონტაქტზე იყო Facebook-ებიდან წაშალეს აი ესე წაშალეს ღარიბაშვილი რო წაშალეს აი ეს კოცმა კახელებმა ხო იცი ყველამ წაშალა აბსოლუტურად ფოტოები წაშალეს მეგობრობა წაშალეს თუ სადმე ღარიბაშვილთან გაუვლიათ წაშალეს მაგრამ ეხლა ძალიან საგონებელში არიან რომ ბიძინა იმდენად მალე ცვლის ამათ რომ აი ვისი ფოტო დააყენონ არ იციან რა აი არ გადაუყრიათ ის ფოტოები რა იცი იქნება რაში გამოადგენ ისე სერიოზულადაც რო თქვა ცოტა უხერხულია რა აი მაგალითად ეს პარლამენტში რო კახელი დეპუტატები არიან სულ ღარიბაშვილის დაჩიტებული ბიჭები არიან რა. კი, მეგონა ვიცი მაგის კადრებია. მაგრამ ღარიბაშვილი რო გააგდო, მე ჟურნალისტები დაასდევდნენ კიდე სამ დეპუტატებს, რომ იქნება ღარიბაშვილს დაემშვიდობოთ, დამშვიდობებისაც კი ეშინოდათ რა.
წარმოიდგინე როგორი სად მიგვიყვანა ბიძინა ხედა ისე როგორ ფიქრობ შენ ხა ბიძინას აი ხო ბევრნაირი აზრი გამოითქმება ხოლმე ბიძინა აი სულ მიდის ხოლმე მსჯელობა იმაზე რომ ბიძინას ახლა რაღაცა შეიძლება ისეთ კონდეს ჩაფიქრებული ეს კონდეს ჩაფიქრებული შეიძლება დანიშნოს ვადამდელი შეიძლება ვიღაცა გამოუშვას მე იმით ივაჭროს და რაღაცა აი ესეთი რაღაცებს ამბობენ ხოლმე ხო და სადაც ახლა ამ არჩევნებზე ადგილობრივზე ეუთოოდი არ იწვევენ მაგით მივხვდი რომ აბსოლუტურად ყველაფერი ფეხებზე კიდია ანუ ლეგიტიმაცია ექნება ამ არჩევნებს არ ექნება აღიარებს ვინმე არ აღიარებს ეგეც ფეხებზე კიდია მე ესეთი შენ როგორც ჩანს რაღაცა სიტყვები აკიგრძალეს და თუ რამის თქმა გინდა დამიწერე და მე თავშეკავებული რაღაცა ცოტა თავშეკავებული და დამიწერე ვიქცე იმიტომ რომ ეხლა რესპონდენტს ხო არ ეკრძალე არა რესპონდენტს რაც გინდა ისი ლაპარაკე ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა ესე იწყები ნახევარი ტელევიზიон დაჯარიმებულია იქით რომ გავდივარ ხალხი ისეთ ამბავშია და ამიტომ მეც ახაც დავდივარ მეწვისხიძე რა ვქნა ერთი ეს მაინტერესებს ყურძნის ამბავი კახეთის აუ ეს სულ პრობლემაა სულ პრობლემურია რა ხო ხტები და თუ კახელებიც რეალურად ყურძენზე არიან სულ დამოკიდებული კი და რა ვიცი ვინმე კახეთში რომ ხდება ყურძნის ფასი ახსენდება ეგრევე რა ეხა რა ვიცი 2012 წლის მერე სულ ამ ფასზე უყვირი ვარ სულ ამ რიგებზე უყვირი ვარ მაგრამ ეხლა ამ ახალ მინისტრს ხო კახელი დანიშნეს მინისტრად ეხლა რა ის სონღულაშვილი და ახალი გეგმა შეუმუშავებია ფასი იქნება სხვადასხვა თურმე ხარისხის მიხედვით აი მაგალითად შარშან იყო რომ 90 თეთრი ლარი მიდი კარგია ცუდია ჩაყარე ეგ არის ფასი მეტი არ იქნება რა ეხლაო რაღაცა იმის ხარისხის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ფასიო და ეხლა ხარისხს თრათესე ვერ შეამოწმებენ და იქ ხალხი ჭირდებათ ხო რამდენი მიმღები პუნქტიც არის იმდენი დეგუსტატორი ჭირდებათ რა გარდა იმისა რა ქვია რაღაცებიც გახედავენ ხო სიტკბო რამდენი აქვს პლუს გემოცხო უნდა გაუსინჯონ ხარისხი ხელზე შეხედონ და გამოაცხადეს კონკურსი ხო კონკურსი და ნუ ხო დაახლოებით 150 ადამიანი ჭირდებათ რომ რეზერვი წყავდეთ ანუ ეგრევე შეამოწმო დეგუსტატორები, გემოთი დეგუსტატორები და თვალით. ოღონდ იქ არის რა თვალითაც კარგად უნდა ხედავდეს და გემოსაც უნდა გზნობდეს რა ხა. ვისაც კოვიდმა დაუტოვა ეს გემოს რო ეგზნობენ, ეგეთებს არ იღებენ. ხო? ეგეთებს არ იღებენ. მანდაც იპოვიან ახლა გამოსავალს, კოცი რისი კოცია, ხო, რაღაცა რო არ კონდეს რა. გამოსავალი რა აიღებს ახლა თუ გასინჯა და აინახავს რაღაცა სარგებელია, არ დაიჭყანება რა იმ ჟავე ყურძენზე რა და გაუტარებს რა. თუ რაღაცა მაგრამ ანუ ესე იგი თუ ფასი იქნება ცვალებადი შესაბამისად შეიძლება ვიღაცა 50 თეთრად ჩააბაროს თუ სიტყვაზე ყურძენი არ მოეწონათ ხო თუ არ მოეწონათ 50 თეთრიც იქნება ალბათ სამწუხაროდ თუ ვიღაცის თუ მოეწონათ რომელიც ახლა ხმასაც მოიტანს არჩევნებზე შეიძლება ლანდახევართაც აიღოს ხო არის ეგეთი მიდგომები თავარია მიდგომები გიორგი თავარია მიდგომები იცი რა უნდა შენი აზრი მაინტერესებს გახარიას პროცესებს თუ უყურებ კი ვაკვირდები რა ხო ვაკვირდები ახლა რო გითხრა ძალიან ვაკვირდები თქო მაგრამ ვაკვირდები რა მაგრამ აი ძალიან საოცარი რაღაცეები ხდება ანუ ესე იგი რა უნდა ისე ჩუმად ააშენა ჩორჩალი ჩუმად ააშენა რა რო დაუძახებდა თურმე ვიღაცებს თათბირზე იქაც რაღაცა კარებს მოხურავდა და ჩუმად ელაპარაკებოდა რომ აპირებდა ჩორჩანაში ამის აშენებას რა საგუშაკოსი წარმოიდგინე როგორი ძლიერი უნდა იყო რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხო უნდა წაიყვანო ასაშენებლად გზა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ხო იქ ადგილობრივი გუბერნია ენერგოპრო წყალმომარაგების კომპანია ყველა ჩართული ყავდა მაგრამ ვერავინ ვერ იგებდა რა საშენებდა ვერავინ ვერ იგებდა რაღაცა თავისთვის აშენებდა თავისთვის აშენებდა ეგონათ რომ რაღაცას ისეც მაგრამ ხო არავინ არაფერი არ იცოდა კი ირანის ამბებზე რას ფიქრობ როგორ წავა ამბები ვერ არის კაი ამბავი, მაგრამ აი ეს რა უნდა ქნას ეს ჩვენი პრემიერი რომ დადიოდა ამ ირანში, ახლა როგორ უნდა იაროს. იქ ხო ნახე ის ფოტო. აი ეს გარშემო ესე სულ ააცალეს ხალხი და ააცალეს ფაქტიურად. და ეხა იქ ვერ ჩავა, დაკრძალვა ზედავა, აქ მაშინ ტაბლა უნდა გააკეთო. სამგად არ გამოვა, ხო? აქ რაღაცაა ტაბლა. კაი. ის ფოტო ნახე ქუთაისის პარლამენტთან რო დგანან. კი, რო ფიქრობ. ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და ტერიტორიის განვითარების პოტენციალზე იფიქრეს.
და როგორი ჩაფიქრებულებით ადამიანები დგანან და ჩაფიქრებულებით ესე იყურებიან, როგორ ფიქრობენ, რა უქნან ქუთაისის პარლამენტს. ანუ ფიქრში გათიბონ თუ არ გათიბონ ის ბალახი. ის ძროხები გამოყარონ თუ არ გამოყარონ, იქ არიან შესულები. სხვა ფიქრი არაფერი არ აქვს რა. ჩადიხარ თელებში. კი, ხშირად ვარ და. ცოტა ისეთი კითხვა მინდა დაგისვა რა, აი ეს არ ვიცი რეგიონებში რამდენად არის ეს ნარკომანიის პრობლემა რა. საშინელება ხდება ყველა. ხა რაღაცა გუშინ წინ თუ რაღაცა ამოიღეს სადღაც 250 კილოგრამი ჰეროინი, ანუ რაღაცა თითქოს ნარკოტიკმა წალეკა საშინელება ხდება რა, მაგით ვერც ვერ. ყველა პერიოდში იყო ნარკოტიკი, არ იყო, მაგრამ ნუ ეხლა რაღაცა კატასტროფული მდგომარეობაა. კი, გამოდიხარ სახლიდან, ზოგი იყურები რომ ზოგი რაღაცას ჩიჩქნის და დებს, მერე მიდის მეორე თხრის, იღებს და ასე შემდეგ და მაგაზე ერთი ამბავი უნდა მოგიყვე რა. ერთმა მომიყვა. ხო. ჩემი მეგობარიო ქუჩაში იყო გასულიო და უყვარს რა ეს რაღაცაო რა, ცოტა. ნარკომანი. კი, ცოტა რაღაცა პლანსაც ეწევაო და სხვა რაღაცეებსაც ეპარებაო და ქუჩაში იყო გასული და დაინახა რომ ვიღაცამ იქ აიღო, წავიდა, დადო, აიღო რაღაც და ეხა ამასაც უნდა რა რაღაცა, მაგრამ ფული არა აქვს რომ გადარიცხოს და ამანაც ამიმით იყო და გამოსულია ქუჩაში და დაინახა ვიღაც უცხოელი ტიპი რაღაცას ჩიჩქნის და აიღო და ჩადო მიწაში. ამან იფიქრა რომ ბედი გამეხსნაო რა. სანამ ეხლა ის ვინც უნდა მოვიდეს და აიღოს მივიდა ეს ამოთხარა ეს და აიღო ჩაიდო ჯიბეში და ცელოფანში გახვეულია კაი პლასტელინია რა და ეს ჩაიდო და წამოვიდა ჩაჯდა ავტობუსში რაღაცა მიდის ავტობუსით ჩამოვიდა გზიდან რეკავს მაგაცებს ურეკავს რომ მინდი ამოვალო მაგარიშმა ტოკი მაქვსო ამოვალ ახლა და ერთად ისქრათო რა და თან ხელით სინჯავს ჯიბეში რომ ხო კარგია მოუჭერს პლასტელინია რა ესე იგი ძალიან მაგარი რაღაცაა და პატრული დაინახა ადგა ეს ჯიბიდან ამოიღო ესე კამარსა და შარვალს შორის აქ ჩაიდო რომ მაინც ვიღაცამ გადააყენოს ახლა ხო იცი ესე ჩაიდო და გააგრძელა გზა ავიდა ბიჭები ურეკავენ ამოდი ბიჭო სადახარ ამოდი ავიდა გამოიტანა ამ კამრიდან გამოიღო და გახსნა და თურმე ძაღლი ყოლია იმას გამოყვანილი სასეინოდ და ცელოფანში გახვეული ძაღლის კურკლი საკო იდგინე რამდენი ხანი ატარა იბათოს მოწესრიგებული ხალხი მიწაში ჩაფულა რო ცელოფანი დაიღო ჯადო და წამოიღო ატარას როგორც გზაში კარგად ზია რა მაინც რო წემოვნება როგორ მქონდა ნახულობდა რა კაი რა ვიცი ბოლოსკენ როგორი პროგნოზები გაქვს რა შენი აზრი მაინც მაინტერესებს რა იქნება მომავალი ჩვენი ქვეყნის მომავალი როგორი იქნება სანამ სიცილზეც კანონი მიიღეს და აგვიკრძალავენ მე მგონი ყველა ერთად უნდა დავდგეთ მართლა ეხლა რა არაფერი ერთობას ალტერნატივა არ აქვს და ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ რა იუმორისტიც, პოლიტიკოსიც, მომღერალიც, მეცნიერიც, პედაგოგიც და ყველა და დარწმუნებული ვარ რომ ქვეყანა გადარჩება რა. პოლიტიკოსიც თავიდან პოლიტიკოსების გაერთიანება არის მთავარი. მერენელა და ხალხიც რა თქმა უნდა. და სტიმული ჩვენ უნდა მივცეთ ხალხს რომ ჩვენ ერთად დავდგებით პოლიტიკოსები და ყველაფერი კარგად იქნება. რატო გეღიმევა მაგ? ვაიც ღიმილი დაკრავს გაერთიანების ხსენებაზე. არა, სხვათა შორის ჩვენ ვიყავით, ვინც 24-ის წინაც ვამბობდით, რომ ყველა ერთად. კი, ვიცი თქვენი პარტია იყო ეგ, რომ გაერთიანების მომხრე იყო, მაგრამ მაინც რაღაცა კონტრარგუმენტები არსებობს, ვინცაც აქვს უფრო სხვა ხედვები და იმ ხედვებმა მე მგონი აი ვერ გაამართლა ასე ფიქრობ. ხო და მოდი ყველამ ერთნაირად ვიხედოთ რა, ყველამ პარტია გვერდზე გადავდოთ და მთავარ პარტიად ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი გამოგვივა. გაიხარე, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა მოგვიანებით. გიორგი ბოტკოველი ჩვენი გაერთიანებისთვარი მადლობა. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.